ერთი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც აკაკი წერეთელმა რაჭა ლეჩხუმში იმოგზაურა და ვასილ ამაშუკელმა ამის შესახებ ფილმი შექმნა. ეს პირველი ქართული დოკუმენტური სურათი იყო. ეროვნულ არქივში ინახება უნიკალური მასალა, რომელშიც ფილმზე მუშაობის პროცესია ასახული. ეროვნული არქივიდან დეტალებით თამარ ჩანტლაძე გვერდება. პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის გარდა, რომელიც 1912 წელს ვასილ ამაშუკელმა გადაიღო, ეროვნული არქივის სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტსაც ინახავს, როგორც ისიც ფილმში აღბეჭდილი აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში და ეროვნული არქივი ამ ფილმის გარდა ინახავს სწორედ ფილმის გადაღების პროცესში ამსახველ ვიდეო მასალას. მასალაში კარგად ჩანს, როგორ მუშაობს ვასილ ამაშუკელი გადასაღებ მოედანზე, ასევე შემონახულია დღემდე უცნობი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტომასალაც. პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის გადაღებიდან 100 წელი გავიდა და სწორედ ამ საიებულო თარიღს ეროვნულ არქივშიც აღნიშნავენ. ფოტოთული იყო იმ პერიოდში კინოგადაღების წარმოება. თვითონ ვასილ ამაშუკელი ხსენებს, რამდენად უჭირდა მას მთელი ამ რამოდენიმე ყუთის ტარება ცხენით. მანქანაც არ იყო მაშინ, რომ თქვა დაეტვირთა, არც ჯგუფი არ არსებობდა, ასისტენტები უკან დამხმარე პერსონალი, რომელსაც შეეძლო რაღაც დახმარება გაეწია. თვითონ ფილმის ჩადებაც კამერაში თავისთავად მაშინ პრობლემატური იყო, უნდა სიგნალებში მომხდარიყო, მაგრამ რეზულტატზე რო ვისაუბროთ, ეს არის ძალიან საინტერესო, ძალიან საჭირო და ძალიან საამაყო ფილმი ქართული კინოს ისტორიისთვის და არა მარტო ქართული კინოს, შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიო კინომემკვიდრეობის ისტორიისთვის არის ძალიან კარგი ფილმი. ვასილ ამაშუკელის მიერ გადაღებული ქრონიკალური დოკუმენტური სრულმეტრაჟიანი ფილმი აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში თავისი თემატიკითა და თავისი მნიშვნელობით არის ძალიან მაღალმხატვრული და სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ქართულ დოკუმენტურ კინემატოგრაფიას და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ამ გადაღების პროცესის ყველა დეტალი არის მის მოგონებაში აღწერილი და მით უმეტეს მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტური ფილმი ეხება ჩვენ გენიალურ პოეტს აკაკი წერეთელს. ვისაც სურს ამ უნიკალური მასალის ნახვა, შეუძლია მოგზადეს ეროვნულ არქივში მკვლევართა ოთახში და საკუთარი თვალით ნახოს, თუ რა ხდებოდა 1912 წელს პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის გადაღების მოედანზე.